მოგესალმებით, ოქტომბერია, ნახოთ აბა. ოქტომბრის ენერგიები. რას გვეტყვიან? ოქტომბრის ენერგიების შესახებ და ტენდენციები. ოქტომბრის თვე და ოქტომბა. ოქტავინიუს ნახოთ ოქტომბრის თვის ენერგიები რას გვეტყვიან? გამარჯვება. ანუ გამარჯვების კარტი ამოვიდა. რო იტყვიან დავასამარებთ მტრებს. დაძაბული კარტი ამოვიდა, ძალის დემონსტრირება, მაგრამ ძალიან დიდ ნახტომს აკეთებს კეთილი ძალა. ასევე ამოვიდა სულიერების მხრივ, მოდით რა ეზოთერულად განმარტავ და მეტაფიზიკურად, რაც მე მომწონს და მიყვარს და რაც ჩემია, ხო და რაც კარგად მესმის. ფაქიზის სივრცე. ეს არის ჩვენი სულიერი მოძღვრები, სულიერი მასწავლებლები, ჩვენი მფარველები, რომლებიც ჩვენ მფარველობენ ზემოდან, გვაძლევენ ყველანაირ მინიშნებას, სამყაროსეულს, ეხლა ვიღებთ, არ ვიღებთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ გვიდგანან გვერდში, გვეხმარებიან და აი რო იტყვიან დიდი რჩევა, ხომ? და მფარველობა. აი ესეთი სამი, ანუ კარტით ამოვიდა ოქტომბრის თვის ენერგიები. საქართველო, ოქტომბრის თვე and Georgia. და საქართველო, აბა. რას გვეტყოდით? ოქტომბრის თვე და საქართველო. აჰა, რა თქმა უნდა. გაურკვევლობა, კონფლიქტი, მოგერიება მტრების, რომლებიც გვებრძვიან და ეს არ არის გარედან წამოსული მტერი, ეს არის შიდა დაპირისპირება და საბოლოო ჯამში ამ გაურკვევლობას, ამ ბნელეთის მოციქულებს იჰუ! ჟივილ-ხივილით რო არიან. ვერ გაარჩევ სქესს და წარმომავლობას თუ დაამარცხებს ნათელი ძალა. იმიტომ რომ მეტაფიზიკურად და სამყაროს კანონით ყველაფერს აქვს სქესი, ხალხნო, ყველაფერს მამრობითი, დედრობითი. ეს დაუწერელი კანონია. ნახოთ, აბა, დავამარცხებთ ნათელი ძალები ბოგინს, ბოროტებისას. კი ბატონო. დავამარცხებთ როგორ, ნახეთ? ჩვენი სიყვარულის ძალა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი თუნდაც ეს შინაგანად, აი ჩვენი ქართული გენეტიკა, ხო, როგორია? სტუმართმოყვარე, მოსიყვარულე, სულიერება, ავიღოთ უმრავლესობას რო გვაქვს. მოყვას ის სიყვარული, ანუ ნახეთ, აი ესე დავამარცხებთ. ჩვენი მიცემული მაგალითებით, როგორ გვიყვარს ოჯახის წევრები, როგორ უფრთხილდებით, როგორ ზრუნავთ ერთმანეთზე, არ ვართ გათითოკაცებულები და არ ვართ იქ რაღაცა ჩვენთვის და ჩემი თავი მარტო და სხვა ფეხზე მკიდია. ესე არ ყოფილა საქართველო. მეზობელიც კი, ანუ ჩვენს გვერდი თუ მშიერია, ანუ ისე ვერ შეჭამდა ქართველი ადამიანი, სადილს რო მოათუხთუხებდა, რომ მეზობლისთვის არ მიეწოდებინა. ასე მოვედით, ასე შევინარჩუნეთ და ასე გავაგრძელებთ. და ვინც ჩვენ იდენტობას, ჩვენ ქართველობას, ქართულ გენს, ჩვენ სულიერებას, იგივე სიყვარულს, რელიგიას, ოჯახურ სიწმინდეს შეებრძოლება და დაუწყებს ჩვენი ქართული გენის ამოშლას, ის თვითონ ამოიშლება სამყაროს ცოცხალი წიგნიდან. იმიტომ რომ საქართველოს ყავს დიდი მფარველები.
საქართველო უნდა გადარჩეს, ესეა ბოლო ჟამამდე. როგორც იოანე ზოსიმეს წიგნშია ნათქვამი. ხო? ნახოთ აბა. საქართველო. მითხარით საქართველოს შესახებ. გადარჩება? ჩემი ბედკრული საქართველო, იეროფანტი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მფარველობა, ძალიან დიდი სულიერება, სასულიერო პირი, ავტორიტეტი, აი ადამიანი, რომელთანაც მიდიან რჩევის ასაღებად. ეს არის იგივე, რაც ჩამოვთვალე, ხო, ეს ყველაფერი რა. ხა ბევრი რო არ ვილაქლაქო, აი რა გადაარჩენ საქართველოს. სიწმინდე და სისუფთავე, ერთგულება და რა თქმა უნდა სამართლიანობა. სამართლიანობის აღდგენა, ანუ ბალანსი აღდგება, რაც თავარია, ანუ რაც სამყაროს კანონზომიერებაში აუცილებლად, იმიტომ რომ პირველია უნდა მოხდეს, ეს არის ბალანსის აღდგენა, იმიტომ რომ ძალიან გადაამეტეს ქვესკნელის მოციქულებმა. ხო და ძალიან უკვე რო იტყვიან გაბლატავდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა. ხო და მორჩა რა, თქვენი დრო, ენერგიის, დედამიწის ენერგია, ვიბრაციები, სიხშირე იწევს ზემოთ ხალხო. და ეს ნიშნავს იმას, რომ ის დაბალი ვიბრაციის წარმომადგენლები, ხო? ბნელები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შავები ვერ გაუძლებენ, იმიტომ რომ აქ არის ჩართული გულის ჩაკრა, გული რა არის? ემპათია, როცა შენ ზრუნავ შენს ირგვლივ ყველაზე და გინდა რომ ყველა კარგად იყოს, გადაარჩინო, როცა შენ გაქვს აი ეს ემპათიური გრძნობა, ხო? შენ ვერ ჩაული ისე, ანუ რეაქციის გარეშე ადამიანი რომ ზის დავდომილი და შენ გინდა რომ მას დაეხმარო, ხო? აი ეს არის ემპათია. ნუ გავხდებით რობოტები, ნუ გავხდებით ბოტები. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისი ნაწილაკი, გული, გულში ჩაუდო ეს ნაწილაკი ღვთის. ხო და გახსენით ეს გულის ჩაკრა. გახდით, ხო? აი ესეთი გულიანები რო იტყვენ, რატო არის ქართულში ეს სიტყვა შესაბამის გულიანი ადამიანი, ანუ გულიანი რას ნიშნავს? ესე იგი, გულთან რომ მიგაქვს სხვისი, ვთქვათ, რაც იქ რაღაცა პრობლემა აქვს, რაღაცა დარდი აქვს და შენ გინდა რომ შეუმსუბუქო. ასე მოვდიოდით ქართველი ერი. და მაინდამაინც შიდა მტრები, ესე იგი, თავისი დაჭმით ვიქმნიდნენ პრობლემას. მაგრამ ეხლა უკვე ასე აღარ იქნება. და კიდევ ერთხი კითხვა, თუ შეიძლება. აი, როდის გაიმარჯვებს საქართველო? როდის გაიმარჯვებს და საქართველო? როდის გაიმარჯვებს? ორი პერიოდი არის მოცემული და დიდი ტრანსფორმაცია, ანუ გამარჯვება სიკვდილზე, გამარჯვება აი რაღაცა მტერზე, ჩაკეტილობა, გაორება, აი ეს შიდა დაპირისპირება, რაც არის, ორი პერიოდი, ანუ მე ხა არ ვიცი, 2 წელი, ბევრია, 2 თვე. Ну ფაქტია რომ ტრანსფორმაციას გადის ახლა საქართველო. უნდა ძალიან დიდი ცვლილება მოხდეს, რაღაც გარკვეული ჩაკეტილობა იქნება ხალხ, ნუ არ ვიცი ხა რა და როგორ, მაგრამ აუცილებლად იქნება გამარჯვება სიძლიერე და ფეხზე დადგომა, ასე რომ ელოდეთ. დადამ! საქართველო გაიმარჯვებს!